მეგობრებო, აი როგორი პრობლემები ხდება ხოლმე ზოგჯერ, უყურეთ. ნატურაში. მოვიტანე ტვირთი და ეს მეუბნება ჩვენი ტვირთი არ არისო. You sure it's not your stuff? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11. It's in the back of it's on the other side of the truck. There's the bottom line here is 11, which I assume is the Blue Buffalo. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11. And then the balance, the other is behind. Call your dispatch back, let them know it is. You find it, yeah? You find it, yeah? Okay, thank you. ესე იგი თვითონ გაარკვიე სიტუაცია. Okay, ყველაფერი კარგი. Here's Everything is okay, no problem. Yeah, you will take. Yeah, So- okay. Oh. I'll get you unloaded when you see your green. Okay. Come on in and Okay. this will be on the clipboard. You are. I have to come here for copy? Your copy I'll sign and it'll be on that. Okay. Thank you. Sorry about that. No problem. It's a hard laugh. დაიწყეს გადმოტვირთვა. ეხლა მე ცოტა გავიდეთ გარე და იქ ვილაპარაკოთ. აი მეგობრებო, ხშირად ასე ხდება ხოლმე, მოიტან ტვირთს, იწვალებ და მოვა გეუნება წაიღო. ეხლა მე ჩვენი ტვირთი არ არისო და წაიღო. მე ვხარ საწავიღო, ბაცო, მე მძღოლი ვარ. ეხლა დაურეკე დისპეჩერი ზარეულია და საბოლოო ჯამში აღმოაჩინეს რომ სწორი ტვირთია. მოდი ეხლა დაურეკო დისპეჩერს თუ არ ინერიულოს. ეხლა რეკავ დისპეჩერი, უბრალოდ რეკავ დისპეჩერთან არ იღებდა. ეხლა ამათმა დაიწყეს გადმოტვირთვა და ცოტა ხანში ბროკერი მირეკავს მე და მე მეუნება საყოდეს არ უნდა იცოდეს სადმე გაქო. რას ვაკეთებთ ამდე ხო მეგობრებო, ახლა ნახეთ როგორი სულელური სიტუაცია. საწყობმა მომცა ტვირთი, მე მოვიტანე მისამართი ზუსტად იმ მისამართზე და ესენი ვერ გარკვეულან თავის ამბავში. და მე მაბრალებენ შენო არ უნდა იცოდეს სადმე გაქო. მე რა თქმა უნდა ჩვენი მეთოდით მოთმენებითა შეიძლება მოიპოვეს სული. მოვითმინე ცოტა ხანი და გაარკვიეს და არ გასულა რაღაც. დავკიდე ახლა ყურმილი ხوار დაუწყებდი ახლა გინებას და მით უმეტეს გინება და ასეთი რაღაცები ჩვენ არ გვაწყობს და ჩვენი სახეც იკარქება, ხო? მაგრამ მივიღე გადმომიარეს, თან მეცინება, თან გაობრაზდი ახლა. ტელეფონზე მიყვირი ხარ, სად მიიტანე, როგორ მიიტანე და ცოტა ხანი მოვითმინე და გავიდა დრო და უკვე თვითონ ბროკერმა დამირეკა და მით რა მაპატიეო, ცოტა ნერვებს არ ვარ ვაყოლელიო, ხო იცი როგორი ცხოვრებაო და გულში ფიქრობ, შენი დამაჭერნა შეითავი, მაგრამ ას ჩვენ ხო სახეს არ დავკარგავ. ამიტომ ასეთი შემთხვევები ხშირად არის ხოლმე მეგობრებო. რა თქმა უნდა ასეთი სიტუაცია ჩემთვის ცუდია, იმიტომ რომ დროს კარქავ, იმას კარქავ. კი რაღაც ახლა შეიძლება სხვა ტვირთზე უნდა გავსვებ, ამას სანამ გაარკვიე, სანამ აიგეს რა, როგორ დრო დავკარგე. ამასობაში შეიძლება სხვა ტვირთზეც ნახეთ როგორი სიცივია. ცოტა დღის მეორე ნაწილი, ამაზე ჩვენ რამდენჯერ გვილაპარაკია, ხო? დღის მეორე ნაწილია, რომე საათი, უკვე 3 საათია, შეიძლება ტვირთი ვერ აიღოს, თუმცა მე ახლა აქ დავკარგე 2 საათი სანამ გაარკვევენ სიტუაციას. მაგრამ ასეცა, უნდა მოითმინო, როცა სხვა არჩევანი არ აქვს, დადგება თავის ადგილზე ყველაფერი. და მოდი მაშინ ახლა რა ვქრათ, იცი, სანამ ჩვენ ახლა ეს ვიდეო პატარა ვარ გამოგვივიდეს. ვიდეო ვარ გამოგვივიდეს, დავილოდოთ იმ სიტუაციას, აბა ჩემი დისპეჩერი აიღებს ხათვის თუ ეს ასეთი ინციდენტი ჩემ ასე თქვათ ზარალში წავალ ამ ინციდენტის გამო. და ბარემ ვიქტორინას გავათამაშოთ. ეხლა მე ტვირთის აღებას მოვასწრებ თუ არ მოვასწრებ. ვინც სწორ პასუხს გასცემს, იმას ჩვენი წიგნი ორეული. კითხვა. ეხლა არის 3:09, ჩემი დისპეჩერი ტვირთის აღებას მოასწრებს თუ არ მოასწრებს. მომიწევს, მე როგორ ნება ყველა. მომიწევს აქ გაჩერება. ყვანინდელი დღის დალოდება თუ არა. ვიქტორინა ჩაერთო საქმეში მაგ. ათოვლეში მივიარე კაცო. ჩამოდის და ჩამოდის. ერთ წუთით ვიქტორინა წავიდა ძალაში.
ოპა. ჯორჯ, თავისუფლების სიმძიმისაგან. დაველოდოთ. მოდის ეს ყინულები როგორ ჩამოაქვს, ეს დნება. ჩვენ კიდევ დაველოდოთ, აბა. ვიქტორინა ჩაეთო, და. მეგობრებო, აი როგორი პრობლემები ხდება ხოლმე ზოგჯერ, უყურეთ. რა ნატურაში. მოვიტანე ტვირთი და ეს მეუბნება ჩვენი ტვირთი არ არის. You sure it's not your stuff? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11. It's in the back of it's on the other side of the truck. There's the bottom line here is 11, which I assume is the Blue Buffalo. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11. And then the balance, the other is behind. Okay. Call your dispatch back to let them know it is. You find it, yeah? You Correct. find it, It yeah? is. Okay, thank Yeah. you. ესე იგი თვითონ გაარკვია სიტუაცია. Okay, ყველაფერი კარგი. Here's Everything is okay, no problem. Yeah, no you will problem, take. yeah. Yeah, So- okay. Oh. I'll get you unloaded when you see your green. Okay. Come on in and Okay. this will be on the clipboard. You are. I have to come here for copy? Your copy I'll sign and it'll be on that. Okay. Thank you. Sorry about that. No problem. It's a hard laugh. დაიწყეს გადმოტვირთვა. ეხლა მე ცოტა გავიდეთ გარე და იქ ვილაპარაკოთ. აი მეგობრებო, ხშირად ასე ხდება ხოლმე, მოიტან ტვირთს, იწვალებ და მოვა გეუნება წაიღო. ეხლა მე ჩვენი ტვირთი არ არისო და წაიღო. მოხარ საწავეყო კაცო, მე მძღოლი ვარ. ეხლა დაურეკე დისპეჩერი ზარეულია და საბოლოო ჯამში აღმოაჩინეს რომ სწორი ტვირთია. მოდი ეხლა დაურეკო დისპეჩერთან თუ არ ინერიულოს. ეხლა რეკავ დისპეჩერი, უბრალოდ რეკავ დისპეჩერთან არ იღებდა. ეხლა ამათ მაგ დაიწყეს გადმოტვირთვა და ცოტა ხანში ბროკერი მირეკავს მე და მე მეუნება საყოდეს არ უნდა იცოდეს სადმე გაქო. რას ვაკეთებ ამდე ხო მეგობრებო, ახლა ნახეთ როგორი სულელური სიტუაცია. საწყობმა მომცა ტვირთი, მე მოვიტანე მისამართი ზუსტად იმ მისამართზე და ესენი ვერ გარკვეულან თავის ამბავში. და მე მაბრალებენ შენ არ უნდა იცოდეს სადმე გაქო. ასეთ უაზრო იმას რო გეტყვია, ნუ ჩვენ ახლა ქართველები რო ვართ, აუ შენი ვისუბედა, მაგრამ ნუ მეუთხარი მოდი რა, გადაქეკე, გადმოქეკე. ახო, იცით რა არის, აი ხშირად ამახნავთ ხოლმე რომ უბერავენ ეს კი ამერიკა და ის, მაგრამ ამდენი მუშაობის, ამდენი სტრესული სიტუაციისგან ვერ აკონტროლებენ თავს. მე რა თქმა უნდა ჩვენი მეთოდით მოთმენებით შეიძლება მოიპოვეს სული. მოვითმინე ცოტა ხანი და ნუ გაარკვიეს და არ გასულა რაღაც, ნუ დავკიდე ახლა ყურმილი ხوار დაუწყებდი ახლა გინებას და მით უმეტეს გინება და ასეთი რაღაცები ჩვენ არ გვაწყობს და ჩვენი სახეც იკარქება, ხო? მაგრამ მივიღე გადმომიარეს, თან მეცინება, თან გაობრაზდი ახლა. ტელეფონზე მიყვირი ხარ, სად მიიტანე, როგორ მიიტანე და ნუ ცოტა ხანი მოვითმინე და გავიდა დრო და უკვე თვითონ ბროკერმა დამირეკა და მით რა მაპატიეო, ცოტა ნერვებს არ ვარო, აყოლელიო, ხო იცი როგორი ცხოვრებაო და გულში ფიქრობ, შენი დამაჭერება შეიძლება, მაგრამ ას ჩვენ ხო სახეს არ დავკარგავ. ამიტომ ასეთი შემთხვევები ხშირად არის ხოლმე მეგობრებო. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცია ჩემთვის ცუდია, იმიტომ რომ დროს კარქავ, იმას კარქავ. კი, რაღაც ახლა შეიძლება სხვა ტვირთზე უნდა გავსვებ, ამას სანამ გაარკვიე, სანამ აიგეს რა, როგორ დრო დავკარგე. ამასობაში შეიძლება სხვა ტვირთზეც ნახეთ როგორი სიცივეა. ცოტა დღის მეორე ნაწილი, ამაზე ჩვენ რამდენჯერ გვილაპარაკია, ხო? დღის მეორე ნაწილია, რომე საათი, უკვე 3 საათია, შეიძლება ტვირთი ვერ აიღოს, თუმცა მე ახლა აქ დავკარგე 2 საათი, სანამ გაარკვევენ სიტუაციას. მაგრამ ასეა, უნდა მოითმინო, როცა სხვა არჩევანი არ აქვს, დადგება თავის ადგილზე ყველაფერი. და მოდი მაშინ ახლა რა ვქრათ, იცი, სანამ ჩვენ ახლა ეს ვიდეო პატარა ვარ გამოგვივიდეს. დავილოდოთ იმ სიტუაციას, აბა ჩემი დისპეჩერი აიღებს სხვა ტვირთს თუ
ეს ასეთი ინციდენტი ჩემ ასე თქვათ ზარალში წავალ ამ ინციდენტის გამო. და ბარემ ვიქტორინას გავათამაშოთ. ეხლა მე ტვირთის აღებას მოვასწრებ თუ არ მოვასწრებ. ვინც სწორ პასუხს გასცემს, იმას ჩვენი წიგნი ორეული. კითხვა. ეხლა არის 3:09, ჩემი დისპეჩერი ტვირთის აღებას მოვასწრებს თუ არ მოვასწრებს. მომიწევს, მე როგორ ნება ყველა. მომიწევს აქ გაჩერება. ხვანდელი დღის დალოდება თუ არა. ვიქტორინა ჩაერთო საქმეში მაგ. ათოვლეში მივიარე კაცო. ჩამოდის და ჩამოდის. ერთ წუთით ვიქტორინა წავიდა ძალაში. ოპა. ჯორჯ, თავისუფლების სიმძიმისაგან. დაველოდოთ. მოდის ეს ყინულები როგორ ჩამოაქვს, ეს დნება. ჩვენ კიდევ დაველოდოთ, აბა. ვიქტორინა ჩაერთო, და. გადმოტვირთეს, მწვანე აინთო. დიდი ხანი კი მოუნდნენ გადმოტვირთვას, მაგრამ დისპეჩერს ჯერ თვითი ვერ უპოვია. ნახოთ, ავიღოთ ჩვენ საბუთები. როგორ მითხრა, იქ მოდიოდა, კუთხეში იქნებაო არა. ამაშებაში ნელა ესეც გავასწოროთ. ან დავაბრუნოთ ეს პროექტი საბუთი ავიღოთ. ოპა. გადაიჭირე საბუთი. აი აგერა. არა, სამქრო, საინტერესოა ეს კომერციული ინტერესი რა. ქაღალდებს აკეთებთ თუ ყუთებს. შესაფუთებია, ჰა. იქიდან წამოვიღეთ ის გვალი რაღაცა. იოპის ფედი, საფოსტო ყუთებს აკეთებენ რა. სხვათა შორის თბილისის მაგრა ქაჩავს ეს შესაფუთი ბიზნესი. აი ბოთლები ჩასადები, ნამცხრების. აი რაღაცა. ეს იგი შესაფუთი საშუალებების საამქროა რა. მე მოვიტანე მასალა ამის და მაგვარი და მე იმისგან აკეთებენ აი ესეთ ყუთებს. ჭრიან. ნუ ყუთები ეს პოსტის აი ამის ამე ასე ახვევენ, ხო? რაღაცას უაგზავნია. ბიზნეს იდეა, მაგრამ ვიცი რომ აი ბიზნეს იდეა, მაგრამ თბილისშიც ბევრი მუშაობს, აი ხაჭაპურებს და ნამცხრებს და ყუთებს და როალაგებენ, კარდონის ბიზნესები. გონი თავის სპეციალური აპარატია, ის მასალა უნდა მოიტანო ქაღალდის და იმისგან აკეთებს ყუთებს. რაღაცა ბიზნეს იდეა ასე თუ ისე ვიპოვეთ, არა, მაგრამ უკვე აპონის არის და განხორციელებ თაურია როგორ განახორციელებ. კიდევ რა ვქნათ, ახლა ეს გავაგზავნოთ საბუთი და ეს მანქანა გამოწიოთ, ეს პრობლემის გავასწოროთ და დაველოდოთ ჩვენ შემდეგ ტვირთს. ახლა ჰაერი გამოსულია. ეს უნდა აიწიოს 100-მდე და მე უკვე შეგვიძლია მანქანა დაძრა. ეს როგორ მომენტია, იცით ეს? ეხლა ის ხო შედის ხოლმე ეს აგრუში კი რა და ის რო ქანავს მანქანაში ის ჰაერი იცლება რა. და ყოველთვის ჯობია რომ აიფსოს და მე გავწიოთ. უკვე აგერ ავიდა წნევა 100-მდე და შეგვიძლია უკვე წინ დავძრათ მანქანა. ესე დავძარით. ჰაერის კარგია, იმიტომ რომ ეს ხომ უნდა გავაჩეროთ, ეხლა ისო გავწიოთ. ეს რო ამოწე, აქ თუ ჰაერი არ არის, შეიძლება კარგად არ გაიწიოს ის უკანა ხრელი თუ შტირი. რას გულისხმობ, ეხლა ჰაერი რო არ იყოს, ეხლა წესით უნდა გაიწიოს. გაიწიეს, იგი დაგროვდა ეს ჰაერი. ყოველთვის აი, უკვე სასურველია რომ მოდი ბარემ გავწყვიტოთ. შემდეგ იმაზე თუ მოვიდა რაღაცა. ეს ცოცხი ყოველთვის კარგია გქონდეს. ეს ვთქვათ ახლა გავწმინდა. რატო? იმიტომ რომ ეხლა უცბად ტვირთი რო იყოს.
ეს სულთად გეკნება და ეხლა უცბად რომ გამიძახოს, ახლა დიდი ჭუჭყიანი არ არის, მაგრამ მაინც სასურველია რომ სულთად იყოს. ზოგჯერ არის ხოლმე რომ დაინახავენ ჭუჭს რაღაცა არ იღებენ ხოლმე და გითხრან რომ მოდი გარეცხოთ, ეხლა გარეცხვა ნამდვილად არ გვინდა, დროც არ აგვაქვს, მაგრამ პატარა მტვერს ამ ჭუჭებს გამწმინდავთ. აი ზოგჯერ ეხლა გონია თვითონ ჭუჭყი არ იქნება, მაგრამ აი ესე თეთრაერეს რო გაწდები, ეს გროვდება. რატო ვალაპარაკობთ? ან კაი ცოცხი გვაქვს. ერე კაი ვარჯიშიც არის, ასე რომ იქნებ ხელს, ასე იქნებ, ესეც ვიცი ზღორმა უნდა იმოძრაო. ესე ასეთი საშუალებები უნდა გამოიყენოს, ზოგს ეზარება ხოლმე, მაგრამ არა. ყოველი მოძრაობა, გადმოსვლა, გასვლა ეს ყველაფერი ფიზიკური იმათ ითვლება, ეხლა დიდი ის არ არის, მაგრამ იმაში რო ყავს მოძრაობაში ორგანიზმი კაი რამეა და ზოგ არასერიოზულად უყურებენ ამ თემას, მაგრამ მე ყოველთვის ვურჩევ რომ ზოგადად როგორც კი რაღაცა მოძრაობის საშუალება გეძლება, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, იმიტომ რომ ის გარკვეული ჯდომის შემდეგ სისხლი რო არ მოძრაობს ორგანიზმში და წელში და იმაში მე შეიძლება იმ პერიოდში არ გაწუხებდეს, მაგრამ მოვა დრო და აუცილებლად დაარტყავს. ამიტომ მე ამას ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვექცევი ხოლმე ამ გაწმენდებს და იმერებს მოძრაობებს, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს კარგია ჩემთვის და მომავლისთვის, რომ ისედაც რამდენი საათები რო ზიხარ მანქანაზე, სკამზე, ის თავისას უარყოფით რაღაცებს აკეთებს ორგანიზმში, რომელიც არ უნდა დაუშვათ. ერთი პატარა რჩევაც მინდა გითხრათ, აი ყველაფერი წვიმანებში ხო არის, ყველა რაღაცა ნიუანსი. აი ნახეთ, ახლა რამდენი დამიგროვდა ეს ნაგავი, ხო? ეხლა ჩვენ ქართული ხასიათიდან არა მარტო ქართული შეიძლება ესე გადავყარო და ვინაც გეტყვის, მაგრამ ნურას უგაცრავად ჯერ ისედაც პატივი უნდა წე ამ იმას საწარმოს რა დილობის ამბავში, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება შეგამჩნიონ, ახლა არის ვიდეო კამერები და რომ დაყარო ხო პირდაპირ შეიძლება გამოვარდეს ვიღაცა და ჯარიმა რაღაცა მოგაკაროს, მაგრამ თვითონ შინაგანათაც არ უნდა გააკეთო, ვიცი, ახლა წავალ ახლა პარკს მოვიტა, პარკში ჩავყრი და გადავყრი. ეხლა დაფიქრე ხო ჩვენი ხასიათი. თოვლია სიცივე მირას გეტყვის აგე. გადაყრი ამას იმას, მაგრამ არა, ჩვენ არ ვიკადრებთ, ჩვენ სახეს არ დავკარგავთ. ისინი დავაყენო უკან. სტრეპები. მანქანა გამზადებულია რა. ის უცავია და რა ვიცი რა უნდა იყოს იმისთან რომ არ მოეწონოთ. წავედი პარკი ავიღო. ჩავყაროს ყველაფერი. ეს დავკეტეთ. ყველაფერი ნორმალზეა, ჩვენი ცოცხი ავიღოთ, ის ჩავყარეთ ეს პარკი. ეხლა ზოგი მეუნება ხოლმე ათვინდა ყველა წვიმანებს რო გვაჩვენებ და რა ვიცი ყველაფერს ვაჩვენებ. არიან ახლა ჩვენი მეგობრები, რომელსაც წვიმანები აინტერესებს სულდა მეც. იმათ ვუძღვნი ამ ვიდეო, ვისაც ყოველი წვიმანი აინტერესებს. მასობაში ისევ გადავავლეთ თვალს, სიარულის დროს რაღაცა არ იყოს. აი, უყურეთ კიდევ მეგობრებო, არის ხოლმე რომ სტრეპები არის ხოლმე, არის კიდევ ესე რკინის ისინი აქვს რა. დასამაგრებლივ და ჩვენ არ ქონდა და ერთხელ მივედი საწყობში და ესეც უნდა გქონდეს კაცო მეუბნები საწყობი ისა სტრეპები მაქვს მეთქი და რატომ თქო არ გატანს არ გაგატანთო წავიდი და ვიყიდე მაგრამ იქ ცოტა ცუდი მისამაგრებელია და ამიტომ არ გვიდეს რა იქ არის დამაგრებული იმით რეზინით არის ხოლმე ზოგიერთ საწყობები ორივეს თხოვენ სტრეპები და ესე და ეხლა რომ დაფიქრდე სტრეპებითაც შეიძლება დაამაგრო რა მაგრამ არა თავი გაიგიჟა იმ საწყობმა გინდა თუ არა ფარებს ეძახიან, რკინის ფარები და ამით ამაგ დამაგრებული რა. აი დიდი ხანი
ისა რეზინითაა დამაგრა და დადიხარ, მოდიხარ, არაფერი არ ემართება. გქონდეთ ესეთ გათვალისწინო რომ ზოგჯერ არის ხოლმე საწყომა შეიძლება მოითხოვოს და არ ქონდეს და უნდა წახვიდეს რაღაც რომ იყიდო. ამასაც აქ ვინახავ ხოლმე, იმიტომ რომ ზოგჯერ გავიწყდება ხოლმე ესა და მე ხო შეიძლება იქ დატოვო, მაგრამ არის ხოლმე რომ საწყობში არ გიშვებენ რა. და ჯობია ისევ აქ ქონდეს. ესეც გაივლი, გამოივლი და ესეც კარგია ჯანმრთელობისთვის. ნუ ეს იცით ხო მეგობრებო, ამას ამოწე, ამას ჩაწე და უკან გააგორებ კაილეს, რომ ბოლომდე მიიყვანო, მივიდა ცოტა ხმას გაეკებ და ბოლომდე მივიყვანე. მე ამას ისე ჩაწევ. всё, ჩაშდა. всё, სათავართ ახლა ჩვენ ყველაფერს ხო ის უნდა გავაგზავნოთ. ხია იმას. საბუთად უნდა გავაგზავნოთ დისპეჩერს, რომ სამუშაო შესრულდა. არის ხოლმე მომენტები, სანამ ტვირთს აიღებ, სანამ გამოგიძახებენ. ეხლა მე არ ვიცი, შეიძლება აქ სანამ არის ტრაქსტოპი და იქამდე მივიდე, მაგრამ იქამდე არ მინდა მისვლა, იმიტომ რომ იქამდე რომ მივიდე, ლოგბუქი ჩაერთობა. ლოგბუქი ჩართვა, მე შენი დაკარგული დროის ის არის და დაფიქსირება არ მინდა და არის ხოლმე ხშირად რომ აი ესე გავჩერდები და უკვე ველოდებით ტვირთს. ნახოთ, ვიქტორინა მუშაობს. და ვიპოვოს უკვე რომელი საათი უკვე 4:30-ია და რა ვიცი იპოვის. აველოდოთ. როგორ ამბობენ? იმედი კვდება ბოლოსო, არა? გავიდა უკვე რაღაც საათნახევარი, ჯერ ტვირთი არ არის ნაპოვნი, ეს რაღაც 4 საათი ხდება. ამ დროს არის ხოლმე მეგობრებო აი პასუხებს რო ვცემ, ან რაღაცას რო ინფორმაციას უსმენ და ზოგჯერ წინ ხოლმე ამხანაგებს პასუხს რატო არ აქვს აი როცა იმიტომაც მე ვერ გცემთ ხოლმე უცბად პასუხს, იმიტომ რომ როცა მანქანა დაყავს ძნელია და როცა ესეთი მომენტები ჩამოვარდება ხოლმე მე აუცილებლად ვიდეო კომენტარებზე აუცილებლად პასუხს გაგცემთ. ავილოდოთ, აბა, ისეთი პირი უჩანს. თან ისეთი ის არის, ცივა გარეთ, ახლა რომ გაისეინო გამთულთან ზეპი არის, მაგრამ ერთ-ორჯერ კი გავისეინე, მაგრამ მაინც იმაზე გაქვს ყურადღება, ტვირთი იქნება თუ არა. ცოტა უცნაური ვიქტორინა გვაქვს, არა მეგობრება მითხრეს, რომ всё, ესე იგი დისპეჩერმა იპოვა ტვირთი. ეხლა მოდი და ასე გამოდის, რომ ვიდეოს არ ვამთავრებ და უკვე მაინც უკვე ვიცით პასუხს. ეს გამოდის, რომ ლატარიაზე ვინც მოასწრებს ის მიხვდება. კაი ერთ სიტყვით იმან მოიგო ვინც მიხვდა რომ ტვირთი იპოვა დისპეჩერმა. მოდი ახლა ჩვენ ავიღოთ და მივხედოთ ამას რომ მოვასწროთ აღება და წავიღოთ. მაგრამ თორე ტვირთი გვაქვს. ესე იგი აქვია 39 მაილში. ესე მიღება აპოინტმენტი მაქვს 5 საათიდან 10 საათამდე. მაგარია. მაგარ დისპეჩერი ყავს. თან მივდივარ ციტფოში, ესე იგი ის ეს ახლა გზაში ვნახოთ, ესე იგი ერთი ტვირთი მიმაგა 3 ადგილას მე 2 არიზონაში 2 ადგილას და ერთი კალიფორნიაში. ერთი ციტფოში მივდივარ, ციტფოში, მაგრამ ჩვენ კომერციული ისინი არ დაგვავიწყეს და აბა რა პროდუქტი მიგვაქვს და ახალი რა არის ამისთანა, რომელიც იწარმოება. აი მე რაღაც სულად გადავედი იმ თორში და Turn right on Ashwaubenon Street. In half a mile, turn left onto South Ridge Road. რაღაც თოზე გადავდიოდი და ხო, ერთ სიტყვით წავიდეთ და ახოთ რა მიგვაქვს და ეხლაც რო ვთქვი რა აკეთდება ვისკონსინში, რომ მიგაქვს კალიფორნიაში და არიზონაში.
ვისკონსინი ხო ისეთი ის არის ძროხები და რძის ნაწარმოები აქვს და ნუ ერთ სიტყვით აქ არა ვართ ნახოთ 38 მილი გვაქვს გასავლელი ახლოს არის საწყობები ამდენი რაღაცა კეთდება რა ეს ამდენი დროშები აქვს ქვეყნად ამერიკის ჯვარი ქართულია რა ხდება რაღაცა Walmart რამე კომპანია ისეთი ცნობილი აი წავიდით ახლა At the light, turn right onto Wob Lane. აი ვეიზე გავალ და ხანეო რაღაც დასახლება ასეთი ხანეო ორმოცდაერთიან გზაზე სამხრეთის In a quarter mile, merge onto I-41, US 41 South. აი ხლა ყველას მოგინდა გამოსვლა კაცო ასია რა Head northeast on South Oneida Street, Wob Lane. In a quarter mile, merge onto I-41, US 41 South. ზოგჯერ ამ ქალბატონის ხმა არ მოგწონთ არა ქალბატონო მარიტა ცოტა კაი ხმით ილაპარაკე რა თორე ჩვენი მეგობრები წუხდებიან გავედით ჰაივეის ეხა ქარია და ისი აქანავებს საერთოდ ტრაილერებს ღონებს გვიყვარს ხოლმე როცა ტრაილერი დატვირთულია რა უკვე ქარის დემის არ გეშინია და ეხა ხო ცარიერია და ისი ათამაშებს რადგან არ მესიამონა მაგრამ არა უშო დიდი მანძილი არა გვაქვს მე ყოველთვის ვამბობდი ხოლმე რომ აი წვიმას თოვს ყოველთვის ვერიდები ქარს რა ქარი არის ძალიან ისეთი არა მოხერხებული მოვლენაა რა და განსაკუთრებით ცარიელი რო ხარ ძალიან მაგრა თამაშებს თითქოს ესე მზია ხო და რაღაცა გიხარია მაგრამ თითქოს ანახეთ ეგ რა ქვია ის ბამბუკის როგორი ხრება ბალახი ვისკონსი შენ არ იცოდი ხოლმე ქარები საიდან გამოჩნდა ეს ქარი ვაიომინგში რო ვიყოთ ანი აიოვაში ან თქვა ნებრასკაში კიდე ხო მაგრამ აი ეს ვისკონსინი ცოტა უცნაურია მაგრამ რას ისა ყველაფრის მზათავარ ბალახს რა ქვია ადრე გამოვიწყდა ეს ცეცხლმუნთებით ხოლმე ჩაუყრიანი ადგილები რო არის კალთი გადაგური ხება ბალახები არ მოელოდები რა ეხლა რა არის 30 მილი ხო მაგრამ ისეთი ქარია ისეთი ამ ჩვენ ჯორჯის ბურთივით ათამაშებს მე რა საინტერესო ეხლა მაინც ასე თუ ისე ძიმია ხო ტრაილერი და ისე მაგრამ ცარილი რო არის სულ ბურთივით არის რა სუბუქ მანქანებზე ასე არ იგრძნობა და აი სატვირთოზე მაგრა იგრძნობა რა ეხლა დატვირთული რო ხარ ძალიან მაგარია გახარ მყარად მაგრამ ცარიელი რომ მიდიხარ და პატარა ქარი ძალიან მოქმედა და ეხლა პატარა ქარი ნამდვილად არ არის ისე ძალიან ეხლა გესმით როგორ შიშინებს რა არ მოველოდი 20 მილი დაგჭა და ამოვისუნთქავთ ალბათ დაიტვირთება ადვილი იქნება მაგრამ უბრალოდ ცხოვრებაც მასი არ არის
გონია რომ ყველაფერი კარგად არის, კარგად, ხუცბად საიდანღაც რაღაცა გამოხდება. მიდიხამი და იცი გამოხდება რა. ხან კარგია, ხან ცუდია, ხან კარგია, ხან ცუდია და ამისთვის უნდა იყოს ყოველთვის ზად. და კაი ხასიათზე ვიყავი ეხლა რომ მეთქი მოვასწარი თვირთის აღება და რაღაც 30 მაილში დაგძაბარ, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მაინც ქარი ძალიან ისეთი ვერაგი რამ არის რა. ამ გაგანია ზამთარში რა ქარი აუვარდა. ნოდარ დუმბაძეში რო არის მე ბებიკო და ილარიანში. თუ ქარიშხალი და უბედურებობა რა გესიყვარულებოდაო რა. ალბათ გამახსენდა ეს სიტყვა. რა დროს ქარი იყო რაც. მაგრამ რო გინდა მუშაობა და 1-2 კაპიკის გაკეთება ქარი და ქარიშხალი და ის არ გაკავებს. ისე ფიქრები ისე კანაოს ამის გაიხეს. აქ შეხედეთ რა ქარია. სამი დროშა. გადმოვედით ტრასი და ცოტა წყნარად ვიდით, რომ მართლა მაგარი ქარია რა. აბა ნახოთ, ნახი რა მიგვაქვს. თონი არის ეს პატარა ფერმა ძროხების თუ ძროხებს რა უნდა ტრასის გვერდზე. არა, ეს ის არის საწყობია. ჭეს რო ინახავენ ხო ოჯახი რო გადადის სტორიჯების ჩვენ ამაზე ხშირად ვილაპარაკი ამ ბიზნესზე ეს რა არის ეს ჩვენ არ გვეხება ესეც რაღაცა საწარმოა აქვეა საწარმოს მენაშა ეს ჩვენ არ გვინდა ჩვენი იქით არის გონი ტუბებს აქეთაც რაღაც სხვა საწარმოა ყველა შტატში რაღაცა მუშაობს, ყველაფერი მუშაობს. მარჯვენა ეს არის ქარხანა, რა არის corporation, Menasha corporation ისე. აქეთ რა არის? In a quarter mile, turn left onto County Highway G, County Road G. Turn left onto County Highway. მაგარი ქარია რა, ეხლა ხო გადმოვედი აქი და ეხლა კიდე კაი ესეთი მოძრაობა არ არის, თორე აი ხიძე რო გადავა. გორა ქანაებს. In a quarter mile, turn right onto Dixie Road. ეხლა დავიტვირთებით და მე ეს ქარი ისე აღარ შეგვაწუხებს. სად არის ეს ჩვენი საწარმო? ეგერა რა გამოჩნდა რომ გასრო შეხედა ბოლოში იქით არის რაღაცა საწარმო. Turn right on Dixie Road. პატარა სახლებია რაღაცა და ჩვენ იქით გემივართ. ეს საწარმო მოშორებით არის. Continue on Dixie Road for 1 mile. In 1/2 mile, turn right on Butter Road. შტატი ვისკონსინი. ეს მარცხენა მხარეს ესე ჩვენი არ არის. ეს ახალი კეთდა, ახალი საწყობი კეთდება. ახალი რაღაცა კეთდება, ლოჯისტიკა.
ლოჯისტიკა. ანუ საწყობების ის ძალიან მაგრა მუშაობს. აი ჩვენი right hand here. We can end. აქ შემოვიდეთ. ეს ის პატარა რაღაცა. The right again, 630 400 mode on the left. აი აქედან რაღაცა უნდა წავიღოთ რა. Keep right. Follow shipping VPAG shipper association. Shipper association follow. Okay, რა ამბავია. ესეც არა, ჩვენი აქ არის რაღაც. და Shipper drivers entrance, registration entrance, drivers GPS. Okay, so the drivers entrance. ახლა აი აქ მოვედით, მოვედით. მახოთაბა. არის ეს რა უნდა აწარმოო მაგ. ალბათ სასაწყობო მეურნეობა, ალბათ. ჩვენ ხელში არ არის, ეს დავდოთ, იმაზე დავდოთ და ტელეფონო ავიღოთ და თავი ჩვენი პიონობით იმითი მივიდეთ. აა კარგია. თოვლი და ეს არ არის და drivers entrance. აბა ჯორ დამელოდე. ამ თოვლებიდან მოგაშორეთ და წავართ იქითკენ სიტფოში, კალიფორნიაში. ამაზე სუტექსტი. აქეთ must go to the front. ჩვენ აქ. აი სად მომივიდეთ? აქ რომ დამივიდეთ. აქ ახლა პიონა დავკონდა. Who do you drive for? To Arizona, California. Yeah, no, who do you drive for? King Cargo. Okay. What is your Arizona 2 stops and 1 stop to California. Yeah, I understand. I'm just ესე იგი გავატარეთ, მონაცემები შევიყვანეთ, მაგრამ საქმე რაშია, ვინაიდან ჩემი მანქანა არ არის, რა ქვია იმას, მაცივარი, სხვანაირი პირობებია და მითხრესო იქ უნდა წახვიდეო, სადღაც უნდა წავიდეთ. Please move it right tandems or back off inside. ხო. და წავიდეთ, პროცესი გაჩვენეთ. ეხლა ბევრი ადამიანი მუშაობს, რა ქვია იმას, მაცივრებზე. ეხლა მაცივრებზე აცივები ზუსტად აპოინტმენტების მიხედვით დადიან. იქ უფრო მეც იხდია, მაგრამ რა ვიცი, მე მაინც უფრო სალტვიცებს გამჯობინებ. ბოლოშიო წადიო. რა იქნება ნეტავი, ალბათ ახლა რახან სამაცივრო ტვირთია. ბოლოშიო იქნება რაღაცა keep right. კარები ავირჩიოთ ახლა რა ვიცი, გაიგე ახლა ვიღაცა მოვაყო და მე მაგამდე მოდი აი ამ პირველ კარებს ავირჩიო. გავაყენებ და მე ვიღაცა მეტყვის ალბათ. აქ არის ის ჩვენ ვარ გვყავს ხომ რკინები, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩვენი ტრაილერი არ გავაფუჭოთ, ვაყენებ. ვიღაცა მოვაყო და მე მივაყენებ და ნახო. დავეჭვდე კაცო, აქ ისეთი დოკებია. აქ მოვიდი რომ დავაყენო, მაგრამ მე შევხედე იქით ხო არ მითხრა მეთქი რა. მე გავიქეცი იქით. სიკვდილი რომ მიყვარს და ვარჯიში და არა, აქ არ უნდა მოხვიდე, უნდა მიხვიდე, აი იქ სადღაც.
ეს საფათ რო ლაპარაკობ, აი სუჯე ყურადღება მიაქციო, ნუ არა უშავს ამაგეთხოვ ვიარეთ. სულ ბოლოში უნდა წახვიდეო, ბოლოში. მე დავეჭვი კაცო რა არის, მათო მე როგორ დგავარ მეთქი და. ეგ ბოლოში. აი უნდა მივაყენო. თავისებური ის არის, საით ინგლისური მაინც მომენტებში გაგეპარება ხოლმე. გონია რომ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ არ აქცევ ყურადღებას, მაგრამ ეს უფრო ყურადღების ამბავია რა. აი უნდა მოხვიდეო და სადმა მივიდი, იმდენ კარებია. ვიღაცა მოვაო და გეტყვის რომ სანამ დავაყენოთო. ცოტა უცნაურია, მაგრამ ახლა ამდენი დოკია, და სადმა მივიდი, რა ვიცი. Express door. ვიღაცა უნდა ვნახო. ვნახო თუ ვიღაცა მოვაო. ვინ მოვა? მეტყვის რომ მე კარებთან უნდა დავდგეო. მე დავდგები და დავდგები. ეს express doors. მათაკი. ვიღაცას კითხა, მეტყვის როს. ვიღაცა მოვაო შენთან და გეტყვის რომ მე კარებთან მოვა. ეს მოვა ჩემთან. ვიღაცა მოდის. მე კარებს გავაგებ და ალბათ მე ვიღაცა მოვარ, რა ვიცი, უცნაური რაღაცა. იქ რაღაცა და არის გაიხთვა. ეს სად მივიდე, კაცო, ვერ ხვდები. ვინ უნდა მოვიდეს, სად უნდა მოვიდეს. მეტყვის გავალიქით. კაცო, სოცხალი კაცი ნახო და ეს მეტყვის. ეს მაური კი მესმის რაღაცას. Express door. აგერავა, და მაგა აგერ არის საწყობი, საიდანაც რომ მე კარებში დავაყენო. მე მინდა თან ეგეთ გაიგე ხა ვინ უნდა დაგტვირთო, რა დაგტვირთო, რა უცნაური ის არის. მაგრამ ძერო არ არის, ეს კი ვიცით. აბა ამკითხა. ჩემი ჯორჯი აქ დგას. Yes, for customer service, please keep the original package. ვერაფერი ვერ გავიგე რა არის, რაღაცა საწყობია. არა, ისევ სასაწყობო მეუნება, საშუამავლო რაღაცაა რა, მაინც ამხელა ბრუნვები აქვს. იცით, მივიდე უთხრა. ეგერ არის, იმას კითხავ. My friend, good day. Can you help me? Where I have to park? I have pick up. What are you picking up? აი, ამერიკული დამელოდე აქ და გავარკვევთ. და მე დაველოდები და დაველოდე ასაკი. აი, ახლა ეს მეტყვი სად უნდა დავდგე ალბათ რა. გავარკვევთ.
ესე იგი, ჯერო თქვენი ტვირთი არ არისო მოსულია. ამიტომ მიკრო სადმე დადექიო და როცა მოვაო მე გეტყვითო და წაიღებო. ერთ სიტყვით საშუამოოლო ის არის რა. კომპანია ეტყობა მანქანით რაღაცას მოიტანენ. მე აქ რაღაც აფასოებენ. მე დამაფასოებენ. ესე იგი, შენო ეხა წადიო, დადექიო და როცა მოვაო ტვირთიო, მე გადმოტვირთავ თუ და დაგტვირთავთო შენო. მოდი ახლა ჩვენ დავაგონოთ. მე რამდენჯერ ვამბობ, სამუშაო წვიმანები, ზოგჯერ რო ვერ ერკვევი. იქა ესეთ რაღაცის გაკეთებაც ვიცეს, ნუ ყოველ შემთხვევაში უკვე ეცოდინა ვეტყო. მე დავაყენებ ახლა. რაღაცა მოვა მე. მე უთხრა ჩემი ტელეფონი ნომერი არა გაქვთ და არა, ჩვენ არ გვინდაო. ვინც როცა მზად იქნება, პიტარი მოვართო და დაგიკაბუნებთო და. ოკეი. ისე კი წერია. საათია უკვე 5-დან 22-მდე და 5:09-ია ჯერ თვითი არ არის მოსული. დავაყენოთ ახლა, ოპა. всё, დავაყენეთ და გავჩერდეთ. ესე იგი მეგობრებო, ბიზნესური ამბავი დიდი არაფერი არ არის. ჩვეულებრივი სტანდარტული ამერიკული ბიზნესია. ჩვენ ხშირად აგვაქვს ამაზე ნალაპარაკები. ანუ სასაწყობო ბიზნესი. ეს ალბათ ეს კომპანია იმ რაღაცა ნაწილებს ყიდის, მე აქ მე ისე ანაწილებენ სხვა ადგილებში და იმ განსხვავებაში იგებენ მოგებას. იმ მოგებაში იმდენი მოგება აქვს, რომ სატრანსპორტო ხარჯებსაც ისტუმრენ. ნუ აი ესეთი სისტემაა რა. ისე სასაწყობო მეურნეობა საქართველოში გაკაჩავს, მაგრამ ბრუნვა რა. ეხლა რატო ეხლა საბითუმო რო არის დიდი რაოდენობის ის რო შეისყიდო და მე საცალოდ გაყიდო. ნუ პრინციპი გაიგეთ ხო და ამ სასაწყობო იმაზე ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია. კარგით აბა მეგობრებო, აი ესეთი წვიმანები გაჩვენეთ. ახალი თითქოს არაფერი არ არის, ეს პრინციპი უკვე ვიცით. ესე იგი ველოდებით, ესე იგი მანქანა მოიტანს ტვირთს, გადატვირთავენ და მე უკვე ჩემ მანქანაზე გადმოტვირთავენ და მე უკვე დავარიგებ არიზონაში 2 ადგილას მივდივარ და ერთ კალიფორნიაში. მაგრამ რა იქნება ალბათ მე ნახავ. კარგით აბა მეგობრებო, ყველა წარმატება, ბედნიერება, სიხარული და ყოველი დაკვირვების გადალახვის ადვილი უნარი ქონოდეს ყველა დაკვირვების. ცხოვრება ასეთია. ცხოვრება მრავალფეროვანია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის რაც უნდა ვიყოთ, რომ გადავლახოთ ნებისმიერი წვიმანი თუ ცხინვანი თუ ნებისმიერი დაკვირვება. კარგად მომვარ შეხვედრამდე. ისევ და ისევ ჩემი იმაში წავალ არიზონაში და კალიფორნიაში და უკაც საინტერესო რაღაცას გადავაწყდეთ.